დაგიბრუნდით მეგობრებო, ესე იგი საოცარი სტუმრები გავაცილეთ და ახლა უფრო საინტერესო სტუმარი ყავს. ჩვენ წეგან თვალი მოგვეჭრა იმდენი ლამაზმანი იყავით და ვერ გაგიკეთეთ კომპლიმენტი და უკაცრავად ბექნუს და ჩემი სახელით. ფანტასტიკურად გამოიყურებით ჩემს. არა ჩვეულებრივ. უღრმესი მადლობა. და ძალიან ბედნიერი ვარ გვერდით, მის გვერდით რომ ხო რა. ახლა თავს ვერ წყვეთ. ყველა, ამიტომ არ იხედები ხო გვერდით? ამიტომ აი ვცდილობ რომ უღრმესი მადლობა ბიჭებო და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ასევე მაკოს ბუტიკს ასეთი ულამაზესი ლუქებისთვის. ახლა მინდა რომ თემა გაგაცნოთ. აბა. ზაფხულს თავისი ფერები აქვს მოგეხსენებათ, თავისი მზე, ზღვის სურნელი, თბილი საღამოები და რა თქმა უნდა თავისი არომატიც. ამბობენ რომ ზოგჯერ ადამიანს ჯერ მისი სურნელით იმახსოვრებენ და მხოლოდ შემდეგ გარეგნობით. სწორად შერჩეული სუნამო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ცხოვრების სტილია რეალურად, განწყობას ქმნის, ხასიათს, ემოციას. დღეს სწორედ ამ ჯადოსნურ სამყაროში ვიმოგზაურებთ. ჩვენი სტუმარია არომა მარკეტოლოგი, ექსპერტი ეკა ჯანიაშვილი, რომელთან ერთადაც ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უნდა შევარჩიოთ ზაფხულის იდეალური არომატი. რა ნოტები უხდებათ ცხელ დღეებს, რას გვთავაზობს თანამედროვე პარფიუმერიის სამყარო და როგორ უნდა შევარჩიოთ სურნელის სხვადასხვა განწყობისა თუ ადგილისათვის. ეს იქნება ზღვის სანაპირო, მზიანი ქალაქი, რომანტიული ვახშამი თუ ზაფხულის ხმაურიანი საღამო. მოგესალმებით, ხალხო. ბრავო! მოგესალმებით. ძალიან საინტერესო თემაა. სასწაული თემა არის. თქვენი რჩევები ხო უფრო მეტად სასწაული იქნება დარწმუნებული. არა ჩვეულებრივად გამოიყურებით. როგორ ბრძანდებით? შესანიშნავად, თავად როგორ? მართლა, თავადაც არ აგვიშავს. ესე იგი ძალიან ძალიან გავიგოთ საინტერესო ზაფხულში რა სუნამოები. ხო, და საერთოდ ზაფხულს თვითონ ზაფხულს თავის სურნელი აქვს რა როგორ? თქმა კი, უნდა, აბა, თავის ეს სურნელი მგონია. აქვს. და გარდა მაგისა, პარფიუმერები სპეციალურად ქმნიან ზაფხულისთვის კომპოზიციებს, რომელიც განსაკუთრებულად ხდება ზაფხულში. შედარებით გრილს. შედარებით გრილს, აი ყველაზე მთავარი ნოტები იქ არის უფრო ციტრუსი, აკვატიკური ნოტები, ზღვის ნოტები, აი ზღვის ნოტები, რომელიც ინახავს ამ ციტრუსი ხო ადვილად ქროლებადია და ამიტომ ეს ზღვის ნოტები ეხმარება იმაში, აკვატიკური ნოტები ეხმარება აი ამ მდგრადობის გახანგრძლივობაში. ზაფხულს რომ თავის სურნელი აქვს ეს ისედაც ყველამ ვიცით და ცნობილია. ჩვენ რომ ახლა ზაფხულში დავისხათ მაგალითად მძაფრი უდი, რომელიც აი პარფიუმერიის შედევრია აღმოსავლურ ნოტებში, ის ისედაც ცხელამინჩი, იცით რას იზავს, გაიხსნება ძალიან უჩვეულოდ და მძიმედ, ანუ ტყავის არომატს შექმნის, რაღაც მძიმე არომატს მოიტანს, რომელიც ზამთარში მდიდრულია, მაგრამ აღმოჩნდება რომ ზაფხულში არის ჩვეულებრივი ატომური იარაღი, რომელმაც შეიძლება თავისუფლად ტკიოს, ხო? რა საინტერესოა, ესე იგი უფრო გასაგებენაზე რომ აუხსნათ როგორ დავიცვათ ბალანსი. ანუ ზაფხულს არ ხდება მძიმე, არანაირად არ ხდება მძიმე. უფრო გასაგებად ყველა ჯერზე აღნიშნავ მაინც რომ ყველაფერი არის გემოვნების საკითხი. უბრალოდ მე ვამბობ ზოგად შაბლონს რა არის უფრო მისაღები ზაფხულისთვის, უფრო მისაღებია გრილი, ჰაეროვანი, აი ამბროქსანით გაჯერებული, ზღვის ნოტებით გაჯერებული და მსუბუქი რომ არ შეგვაწოხოს, იმიტომ რომ ზაფხულში კანის ტემპერატურა ისედაც ხომ იმატებს და ეს რომ აკროლდება კანიდან, ხო, მძიმე ნოტები უფრო მძიმდება და მსუბუქი კანს ერწყმის ძალიან. მაგნოლია მსუბუქია თუ მძიმე? მაგნოლია ფრეზია მსუბუქია. მსუბუქია, აი როგორ ეს მაგნოლიის სუნი. რა თქმა უნდა მსუბუქია. ეკა, მე მაინტერესებს როგორ შევარჩიოთ სწორად სუნამო ცხოვრების სტილის, ხასიათის, ან თუნდაც ყოველდღიურობასთან მიმართებაში. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და სწორად შერჩეული კითხვაა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვითვალისწინებთ ჩვენს გემოვნებას პირველ რიგში. ნებისმიერი, აი შეხვედრაზე თუ მივდივართ სიტყვაზე, აბსოლუტურად სხვა სუნამოს ვიფკურებთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვა სუნამოს ვიფკურებთ. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ვმუშაობთ ისეთ ადგილას, სადაც სხვა ადამიანებიც არიან, უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ სივრცესაც უნდა ვცეთ პატივი. შეიძლება ჩვენ ძალიან მოგწონს ეს მკვეთრი არომატი, მაგრამ ვიღაცას აღიზიანებს, ხო? შეხვედრაზე როგორ არომატს ურჩევდით ადამიანს? თუ საქმიანი შეხვედრაა, საქმიანი შეხვედრისთვის ყოველთვის ვამბობ, გაგუთვას არ ვურჩევ. საქმიანით დავიწყოთ, მოდი. მოდი, საქმიანი შეხვედრისთვის შევარჩიოთ ისეთი არომატი, რომელიც იქნება ჩვენს კანთან კარგად შერწყმული, რომელიც არ აწუხებს გარშემო მყოფებს. ასეთ არომატებს ქვია ინტიმური არომატები, რომლებიც გვესმის მხოლოდ გადაკოცნის ან ცოტა ახლო კონტაქტის შემთხვევაში.
შემთხვევაში ინტიმურად შემაწუხებელი ესეთი არომატი ესეც ინდივიდუალურია. შეიძლება ჩემთვის საერთოდ მისაბოდიში მისაღები იყოს ეს არომატი, მაგრამ თქვენი ცხვირის რეცეპტორებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდეს იგივე არომატი. ამიტომ ვამბობ ყველა ჯერზე, რომ ყველაფერი არის სრულიად ინდივიდუალური. არომატი რა შეიძლება? ჩვენ უნდა შევირჩიოთ. ნახეთ, როცა ორი ადამიანები ვთქვათ, პარტნიორთან ერთად, მე მაგალითად ვითვალისწინებ ყოველთვის ჩემს გვერდით მყოფის გემოვნებას, იმიტომ რომ შეიძლება მე ძალიან მომწონს ის არომატი, მაგრამ არ უნდა შეაწუხო. არ უნდა შეაწუხო, ამიტომ უნდა შეარჩიოთ, რაღაც შეაჯეროთ, საერთო აზრამდე მიხვიდეთ, რომ ორივეს როცა მოგთ. ეს არის ინტიმური არომატი, თქვენთვის ინტიმური არომატი, თორე ზოგადად ინტიმურ არომატებში გადის უფრო გრილი და ნაზი არომატები, რომელსაც კანის არომატებსაც ეძახიან. ანუ ფერომონებს არ გულისხმობთ ამ შემთხვევაში? ფერომონებს გულისხმობ. ანუ ფერომონები საქმიან შეხვედრაზე ფერომონებით მივდივართ, არ მივდივართ საქმიან შეხვედრაზე და მივდივართ, ესეც ინდივიდუალურია. მაგრამ ეს არის ჩუმი არომატი, არ არის ძალიან ჟღერადი. გააჩნია რანაირი ფორმის გემოვნებას. ხალხო, ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი გემოვნება. სუნამოს შეძენისასაც არ გირჩევთ პირდაპირ რომ აი მიიპყურეთ და პირველ 5 წუთში მიხვდით რომ თქვენი არ არის ესე. მით უმეტეს ბლოტერი მხოლოდ ზედანოტებს აჩვენებს. ბლოტერზე დასხმული სუნამო. აი როგორ შევარჩიოთ? დავასხათ ბლოტერს არა კანს დავასხათ, მოვუსმინოთ მომდევნო 15 წუთი, იმიტომ რომ თავიდან მხოლოდ ზედანოტები იხსნება და აი ეს შუაგულის ნოტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მე ჩვენთვის, კანისთვის. მოვუსმინოთ ცხვირის. საოცარი სიტყვათა ჩუქურთმა და აბსოლუტურად ვეთანხმები მაგ მიდგომას სუნამოსთან მიმართებაში, პირადად ჩემთვის ძალიან მოქმედებს. კი ბატონო, ჩემთვისაც. მომენტალურად ძალიან გრძნობი არ ვარ სურნელებთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ ასე სიღრმისეულად არ ვიცნობ. მაგრამ მომენტალურად სასიამოვნო სურნელს როცა უგრძნობ ადამიანისგან მომენტალურად კარგი დამოკიდებულებით და განწყობით სუნამოს აქვს მეხსიერება. სუნამომ შეიძლება გაგახსენოთ რაღაცეები, ძალიან თბილი მომენტებიც, იმიტომ რომ სუნამო ინახავს თავის თავში ზუსტად იმ ემოციას, რაც ახლა თქვენ თქვით. კი და ასე რომ მივესალმები იმ საუბრის ფორმას, რომ უნდა მოусმინოთ მის ცხვირით და მის ნოტებს და კი, როგორც კარგი ლექსის მოსმენა. დიახ, და გავშალოთ ესე კითხი, ანუ რას დაუკვირდეთ უფრო მოგვისმინეო, ანუ მოგვისმინეო. არა, იმდენად მომეწონა, რომ არ შემეძლო რომ აი ხაზი არ არა, ძალიან სწორი. რასთან დაკავშირებით ისმით, რას უნდა ვუსმინოთ? როგორც აღნიშნეთ, უნდა დავისხათ კანზე, აუცილებლად სადაც პულსირებს. და მართლა მოусმინოთ, იმიტომ რომ ეს არის შეცდომა. კი, მე ვთვლი რომ შეცდომა. ამბობენ რომ ზოგი ამბობს რომ არ არის შეცდომა, მაგრამ მე ვთვლი რომ როცა კანს ერთმანეთზე ახახუნებ, ეს მოლეკულები ძალიან ფაქიზია სუნამოს მოლეკულები. ეს პირველი ეტაპი. ჯობია რომ კონდეს ის თავისთვის გაიშალოს და მომდევნო 15 წუთი დავაკვირდეთ რომ გულის ნოტები ამოვიღოთ, გავიგოთ ჩვენი არომატი არის თუ არა. შესაძლოა მომდევნო 15 წუთში ან მომდევნო ნახევარ საათში ის პირველი ეფექტი აბსოლუტურად გაქრეს და საერთოდაც აღარ მოგვეწონოს ეს სუნამო. ამიტომ ჯობია დავაკვირდეთ და მე შევიძინოთ. ეს არის სწორი ფორმა, აი ოქროს წესივით, რომ აი პირდაპირ არ უნდა აი მოდაშია ეს სუნამო და მოდი უცებ ვიყიდი და შევიძენ და ჩემი იქნება. ანუ ეს არ არის სწორი ფორმა. მე არ ვთვლი რომ სწორია, ახლა ყოველას თავისი აზრი აქვს. მე თუ მეკითხებით პასუხობთ რომ სწორი ფორმა არის რომ დავაკვირდეთ არომატს, შევარჩიოთ სწორად და მოვირგოთ. აი როგორც სამკაული, როგორც ტანსაცმელი. ზუსტად ესე უნდა მოვირგოთ არომატი. ფორმა კი ბატონო. დაახლოებით ექცესის, მაგრამ არ ვიცი სადღაც სწორად. არ უნდა ბანაობა სუნამოს, ჩვეულებრივად ვიფკურებთ პულსირების ადგილას, ერთს აქეთ აუცილებლად ზოგი ადამიანი მაგალითად უნდა რომ თავის სურნელი თვითონ მისდიოდეს და ისხავს წინ. მე მაგალითად მირჩევნია რომ აი უკან მივიფკურო, იმიტომ რომ რაღაცა კარგად მოაქვს ამას შლეიფი. ჩემ შემთხვევაში ასეა. თუმცა აი მილიონჯერ თქვი და კიდევ ვიტყვი რომ აი ყველაფერი მართლა ინდივიდუალურია და ჯობია თქვენს კანს და თქვენს ხასიათს უსმინოთ, თქვენ რა გსიამოვნებთ. ძალიან საინტერესოა ახლა მაყურებელი რო არ დაგვრჩეს გაურკვევლობაში, იმიტომ რომ იმდენ ნოტზე, ხასიათზე და განწყობაზე ვისაუბრებ, რომ ალბათ ერთი თარო არ ეყოფა ამ ნაირსახეობას. არსებობს უფრო რომ გაუადვილოთ საქმე. აი ხა ნახე, იგივე თემასთან ზუსტად არ ვიცი რას კითხულობ, მაგრამ უბრალოდ არ მინდა რომ დაივიწყო, რომ მანდვეა. ხომ არის ადამიანები, ვინც აი შეხვედრაზე სხვა სიპურებსო, როგორც ახსენეთ, დაუშვათ ქალთან შეხვედრაზე სხვა, საქმიან შეხვედრაზე სხვა, სამსახურში სხვა. არსებობს უნივერსალური ერთი
სუნამო არ არის ყველგან არა, ესეთი სუნამო არ არსებობს. უნივერსალური, ყველას მოერგოს და ყველას მოეწონოს, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ არის ესეთი სუნამოები, უფრო მოლეკულური, აი ერთი მოლეკულისგან ძალიან მარტივი სუნამოები, რომელიც აი თქვენი კანის სუნს უფრო შთამბეჭდავს ხდის. აი ყველა ადამიანს ხო აქვს სპეციფიური სურნელი, ხომ? და ეს მოლეკულური არომატები არის მსუბუქი და თითქმის ყველას, აი მშრალ კანს, ცხიმიან კანს, ყველანაირ ადამიანს თითქმის ყველანაირ პრეტენზიულ ადამიანსაც შეიძლება რომ მოვარგოთ ესეთი არომატები. არის გრილი, არის უპრეტენზიო, ამას ეძახიან უფრო მოლეკულურ არომატებს, რომლებიც არის აი მსუბუქი და ყველა ადამიანს ერთნაირად აი ამ შემთხვევაში ხო ჩემს გადავედი ჩემს შიდა სამზარეულოზე და დაახლოებით 2 ხასიათით ვარ წარმოდგენილი საჯაროდ რამდენად საკმარისია, ხო ეს მეთოდი არ არის საკმარისი. ალბათ ერთი ხასიათის თუ შეხვედრისთვის ალბათ და ერთი ისეთ ორი ცოტაა ჩემი აზრით. ხმარობ ხშირად. სამწუხაროდ არ უკვირდები ასე აი ამ გადაცემის შემდეგ ძალიან დაფიქრებულად მიუდგები მაგ ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რა ინგრედიენტები არის პოპულარული წელს, უფრო ტრენდული. სუნამოს უნდა მოერგოთ თქვენ. ტრენდული სუნამო არ არსებობს. არა, ეს გავიგეთ. ხომ ვამბობ სულ. მაგრამ ხო არის ტრენდული დღეობით რაღაცა. კი, არის, უფრო ეს ნაზი არომატები. ის მორჩა ის პერიოდი, რომ აი რა შეიძლება მძაფრი სუნამო უნდა გხსნოდა, რომ გაგვევლო და გაგვეტარებინა ჩვენი სურნელი და ყველას გაეგო. შეიძლება გავხადოთ მაგ შემთხვევაში შემაწუხებელი. ანუ მძიმე სურნელი აღარ არის დღეს ტრენდში. არანაირად. უბრალოდ ნახეთ, როგორი რაღაცა არის იცით, ხომ არის რამოდენიმე კატეგორიად დაყოფილი სუნამოები, არის ნიშ სუნამოები, არის ლუქს სუნამოები, აი ნიშ სუნამოებს აქვს ძალიან სპეციფიური ხასიათი. აი მართლა ხასიათის სუნამოებია და ყველა ვერ მოიხმარს ნიშ სუნამოს. მარტო იმიტომ არა, რომ ის მძაფრია და ეს არის. ანუ სპეციალურად უნდა თქვენი გონება, ადამიანის გონება უნდა მივიდეს იქამდე, რომ ეს სუნამო მას ჭირდება. უბრალოდ მოდის გამო არ უნდა დაისხას. აი ლუქს სუნამოებს მაგალითად ქმნიან პარფიუმერები, რომლებიც არგებენ მასას. აი ნიშ სუნამოების შემთხვევაში ესეთი ჩარჩოები არ არსებობს. აი შეიძლება პარფიუმერმა ერთ ადამიანს მიუძღვნას ეს ნიშ სუნამო და ძალიან მცირე ტირაჟით გამოდის. ძალიან დიდი განსხვავებაა ნიშ და ლუქს სუნამოების შორის, იმიტომ რომ ის მასაზე გათვლილია უფრო დაბალი კლასის სუნამოებიც არსებობს, რომელიც აი ყოველდღიურია და ძალიან მსუბუქი. მე უბრალოდ ახლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამ ორს გამოვყოფდი რა ნიშ და ლუქს სუნამოებს. სადაც კიდე ერთხელ აღნიშნავ, რომ ძალიან ბევრ ჩარჩოში არის მოქცეული პარფიუმერი, როცა აკეთებს ლუქს სუნამოს და ნიშ სუნამოს შემთხვევაში ესე არ ხდება, იმიტომ რომ აი ნიშ სუნამოს ატარებს ადამიანი, რომელსაც უნდა რომ კონდეს თავისი ხელწერა. ყველა ვერ, იმიტომ რომ აქვს ძალიან მკვეთრი არომატი. შეიძლება იქ იყოს მსუბუქი ნოტებიც, მაგალითად ის მკვეთრი უდი, რომელიც პარფიუმერიის შედევრია მართლა და აღმოსავლური ნოტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი არის ეს უდი. შეიძლება აი ვერ მოირგოს ბევრმა ადამიანმა. და არის ესეთი შემთხვევები, რომ და თუ გინდათ რომ მოირგოთ ნიშა, მე მაინც გირჩევთ, რომ ცოტა მსუბუქი ნოტებიდან დავიწყოთ. აი კანის არომატებზე რო ვისაუბრეთ. ხო, თქვენი შეხედულებით მაინტერესებს უბრალოდ ერთ პატარა შეკითხვას დავსვამ. თქვენი შეხედულებით და თქვენი აღქმით. სურნელებასთან ურთიერთობა, ეს ხელოვნება, ახელოვნება. ჩემი აზრით ხელოვნება. მეც აბსოლუტურად ვეთანხმები. ჩემი აი ერთნიშნელოვნად ხელოვნება. იმიტომ რომ ნახე, სუნამო უბრალოდ დაისხა და გახვიდა. სუნამო გამოხატავს თქვენს ინდივიდუალიზმს. სუნამო არ არის მხოლოდ აი მისხურება და გარეთ გასვლა, ეს არის თქვენი პერსონალიტეტი, თქვენი პიროვნება. ისევე როგორც აი ბუნებრივად იმიტომაც დამება და ეს შეკითხვა, რასაც მე პირადად ვეთანხმები აუცილებლად. რას გვირჩევთ სანაპიროსთან მიმართებაში, რომელიც მე პირადად ასევე ძალიან მიყვარს, როგორ ვატაროთ ჩვენი ინდივიდუალიზმი ზღვის თუ ოკეანის ნაპირას? აი რაც აღნიშნეთ, ზაფხულის სუნამოები უნდა გამოვიყენოთ ასეთ შემთხვევაში, არის ტანის სუნამოებიც, ანუ ტანის სპრეი, რომელიც არის უმსუბუქესი სპირტის გარეშე. ეს მეორე თარო შეგვემატა, ალბათ ეს ისაც არის თქვენ მე არ შეიძლება გადავჭია. ერთადერთი შემთხვევა. ქალბატონებისთვის ძალიან კარგია თმის სუნამოები, კი, რომელიც არის მსუბუქი და ზოგჯერ შეიძლება როცა არომატი გხლით, შეგიძლიათ მხოლოდ თმაზე დაიტანოთ სუნამო. რისო თმისო? თმის. აი ჩვეულებრივი სუნამოს პკურება არ შეიძლება, ხო? იცით ბაზე, რა თქმა უნდა. რატომ არ? აი რატომ არ შეიძლება იცით, ანუ ჩვეულებრივ სუნამოში ალკოჰოლის
რაოდენობა მეტია რა და თქმა უნდა. სუნამოებში ალკოჰოლი საერთოდ არ არის. და განსხვავება კიდევ რა არის, იცით, რომ აი ჯობია რომ სუნამო დავიპყუროთ ტენიან კანზე, რომ უფრო მეტად შეინარჩუნოს მდგრადობა და თმის შემთხვევაში პირიქით ჯობია რომ იყოს თმამშრალი და ისე შევისხუროთ და ძალიან უფრო დიდი დიდხანს მადლობა. ინარჩუნოს. ბრავო, დიდი მადლობა ამ საინტერესო საუბრისთვის, ამომწურავად საინტერესო მადლობა თქვენ, ძალიან კარგი. პასუხებისთვის. აუცილებლად გავითვალისწინებთ ამ მითითებებს და უფრო ინფორმირებულები თავარია რომ თავარია რომ მოვერგოთ მას მოусმინოთ და თავარია რომ გავითვალისწინოთ სხვებიც. კი და იცის თქმა მინდა კიდევ რომ აი სუნამო მოდის გამო არასდროს არ შეიძინოთ რომ ეს მოდაში შემოვიდა და გავიქეცით და შევიძინეთ. სუნამოს უნდა მოერგოთ, სუნამო უნდა მოვირგოთ და არა მოდას მოვერგოთ, იმიტომ რომ აი ის სუნამო გვასხია რაც დღეს მაგალითად ტრენდულია და პოპულარულია. ძალიან დიდი მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის. ახლა ჩვენ რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით.